მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ეს უთია დასრულდა სააპელაციო საჩურის განხილვა დღეს გამოდიან მხარეები სააპელაციო სასამართლოდან დღეს ძალიან ბევრი ადამიანს არ მეეცა საშუალება რომ დასწრებოდა ამ პროცესს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ასევე ადამიანებს რომლებსაც ჰქონდათ სურვილი რომ შესულიყვნენ სხვა დარბაზში მათ ჭიშკარიც კი ჩაკეტილი დახვდათ აი ეს ჭიშკარი რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ გაღებულს აი აქაც კი არ შეგვიშვეს ჟურნალისტები და მოქალაქეები თქვენ იცით რომ სასამართლო დარბაზში უკვე აკრძალულია ფოტოს გადაღება ვიდეოს გადაღება ხმის ჩაწერა მოდი გავისაუბროთ ვინც ესწრებოდა ამ სხდომას რა მოისმინეს მათ ამ სხდომაზე რა ინფორმაცია გაჟღერდა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დეტალური ინფორმაცია ბათუმელების ვებგვერდზე ჩვენ ვაშუქებდით ამ სხდომას ის რაც გაჟღერდა ამ სხდომათა დარბაზში მაგრამ შეგვიძლია ასევე მოусმინოთ იმ პირებს რომლებიც ესწრებოდნენ ზიამაღლობელის სასამართლო საქმის განხილვას უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ეს ზურაბ ცეცხლაძეა სტუდენტის ბათუმელის სტუდენტის ვიად ცეცხლაძის მამა რომელიც ესწრებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზიამაღლობელის საქმის განხილვას ბატონო ზურაბ ბოდიში ზურაბ ცეცხლაძე რომელიც არის ადვოკატი პროფესიით ასევე ზვიად ცეცხლაძის ბათუმელის სტუდენტის და ერთად გამორჩეული აქტივისტის პოლიტიკური პატიმრის მამა რა ხდებოდა რა იყო საინტერესო დღევანდელ პროცესზე თქვენთვის თქვენ ესწრებოდეთ ზიამაღლობელის საქმის განხილვას მოდი აქეთ მხარეს რო დადგეთ კი ბატონო მთლიანობაში საქართველოს სასამართლოებში საინტერესო არაფერი არ ხდება ზოგადად და კარგს და წესიას არაფერს არ უნდა ელოდე ადამიანი თუმცა რაღაცეები კარგიც იყო და რაღაცეები ცუდიც იყო კარგში შემიძლია ის აღნიშნო რომ მოსამართლე გარკვეული ადამიანური გამოვლინებები ჰქონდა კონკრეტულად და იმასთან დაკავშირებით რომ ზია გამოიყვანა და ადვოკატის გვერდით დასვა და იმ სივრციდან გამოიყვანა რამაც ძალიან გაგვახარა და რა თქმა უნდა შეუკეთეს საქციელი მოსამართლეს მომეწონა ის რომ ჯილდოებთან დაკავშირებით შუამდგომლობები ჰქონდა ადვოკატს და პროკურატურამ უარი თქვა ანუ წინააღმდეგი წავიდა ამ შუამდგომლობების დართვაზე და ну ისეთი სათო იყო მაგრამ მოსამართლე მიიღო გადაწყვეტილება და დაურთო განსაკუთრებით არ მომეწონა იმ კონტექსტში რეალურად თუ შეხედავ რაღაც უბრალო რაღაცეებთან მიმართებაში შუამდგომლობებს აკმაყოფილებენ მაგრამ როცა საკითხი არსებითად მნიშვნელოვან თემას მიდგება მაშინვე ჩანს რომ სასამართლო არის მურუსის სასამართლო მაგალითად რომელი იყო ასეთ საკითხი მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით იყო პოლიციელი მოწმეების დაკითხვასთან რომლებიც დაიკითხნენ გამოძიებას მისცეს ჩვენება მაგრამ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დაკითხა სასამართლოზე და აქაც მოსამართლემ არ დაუშვა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტება ჰქონდა ძალიან ისეთი რომელიც კარგად არ მენიშნა ანუ თუ გამოძიებასთანო მისაო ჩვენებაო და თქვენო ცრუ მოწმეს უწოდებთო და ესო ცრუ მოწმეაო და იქ ტყუილები თქვაო აქ რატომ იტყვის სიმართლესო ნუ ეხლა მოსამართლემ ესეთი რაღაცა არ უნდა თქვას იმიტომ რომ იქ ფიცის ქვეშ არ იძლევა ჩვენებას აქ ფიცის ქვეშ იძლევა სასამართლოში ჩვენებას და ეს ის სამართლობრივ პასუხისმგებლობას იწვევს თუ ცრუ ინფორმაციას მისცემ ამავდროულად იქ მისი გამომძიებელი კითხავს დაკითხვას აწარმოებს და აქ ადვოკატმა უნდა დააკითხოს ხო პარალელურ რეჟიმში ანუ მთლიანობაში ჩანს ხო როცა არსებით რაღაცებზე მიდგება საკითხი სასამართლო აქ უკვე როგორი კოჭლიც არის და როგორი მონური ფსიქოლოგიისაც არის ჩანს ანუ ის მოწმეები რომლებიც არ გამოკითხეს ასე თქვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ გამოკითხავენ არც აქ ამ რა თქმა უნდა არ გამოკითხავენ არც აქ ანუ ის განჩინებები ერთჯერადი განჩინებები რაც მიიღეს რომელიც გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება ეს განჩინებები გასაჩივრებული ქონდა სამი განჩინება რამოდენიმე საკითხზე და ერთი კონკრეტულად იმას ეხებოდა რომ იქ არსებული მოწმეები რომლებიც არ დაკითხეს უნდა და მოითხოვა აქ დაეკითხათ ანუ მთლიანობაში არც აქ დაკითხავენ მათ და რეალურად აი არსებითი საკითხების
და არსებითი შუამდგომლობები რომ არ დააკმაყოფილა, მაინც იმედი აღარ გაქვს, რომ რაღაც შეიძლება პოზიტიური დადგეს, ხო? ჩანს ხო ადვოკატი ყველა ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას, ყველა არსებით ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას, ბრალიც კი არ არის ფორმულირებული წესიერად, როგორც ადვოკატი, რაც დღეს მაიამ წარიაშვილმა ილაპარაკა, როგორც ადვოკატი მივხვდი, რომ ბრალდების ხალხს ბრალიც კი არ აქვს ფორმულირებული წესიერად და იმაზე მითითება სასამართლოს მიერ, რომ ერთი განსაკუთრებული ის იყო მნიშვნელოვანი რა იყო, მოსამართლე და ასაბუთებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ასაბუთებს, რომ არსებითადო ვერაფერი დაცვამო ვერ წარმოადგინაო ამ მუხტთან მიმართებაში გამაბათილებელიო. თუ ვერ წარმოადგინა, მაშინ როგორ რატომ გადააკვალიფიცირა? მაგრამ ვითხოვს პროკურატურა, როგორც გავიგე, წინა მუხტთან, ანუ თავდაპირველ მუხტთან დაბრუნებას, ხო? პოლიციაზე თავდასხმა იყო ეს, ანუ სილის გაწნავა და ისე ვითხოვენ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. თავდასხმის ბრალდებით რომ განესაზღვროს სასჯელი, იმას ითხოვენ. ანუ თუ და ამავდროულად გადაკვალიფიცირების შემთხვევაში ადვოკატს ხო აღარ მიესა კონკრეტულად გადაკვალიფიცირებულ მუხტთან მიმართებაში თავისი პოზიცია გამოეხატა, ხო? სასამართლო გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად, გამოვიდა და უკვე გადაკვალიფიცირებულ მუხლის მიხედვით დააყენა ბრალი სასჯელი და აქედან გამომდინარე არ ექნებოდა ადვოკატს ხომ ამ მუხტთან მიმართებაში თავისი პოზიცია რო დაეფიქსირებინა. აი ბევრი რაღაც არის, რომელიც მთლიანობაში მაინც მურუსიძის სასამართლოა და რეალურად რაიმე კარგის მოლოდინი რო გქონდეს. ანუ თქვენ არ გაქვთ მოლოდინი რომ რაიმე თქვა გამართლებელი განაჩენი მიიღოს აპელაციო სასამართლომ. რაღაც ის შუამდგომლობები, რომლებიც ადვოკატს ჰქონდა არსებითად, რომელიც იმოქმედებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელიმე მათგანი რო დაეკმაყოფილებინა, იმედი გამიჩნდებოდა. რახან არ დააკმაყოფილა ის მნიშვნელოვანი გარემოებები, მე ვფიქრობ, ძალაში დატოვებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასე მგონია. ანუ ეს პრემიები, თქვა იგივე სახაროვის პრემია, რაც მიანიჭეს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო მზიამაღლობის, ეს დაურთეს ამ საქმეს, ხო? რასაც ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა, რატომღაც ჩემდა გასაკვირად, იმიტომ რომ ეს რაში შეუშლიდა ხელს არ ვიცი, ანუ იმ ფაქტის დაფიქსირება სასამართლოში, რომ ამ ადამიანის ღირსების დამადასტურებელი რაღაც მტკიცებულებები დართულიყო საქმეს, ძალიან ამორალურად მეჩვენა ეს თემა პროკურატურის მხრიდან, იმიტომ რომ ეს არაფრით ხელს არ შეუშლიდა რეალურად მოსამართლეს ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, ხო? პირიქით გაუადვილებდა თუ სასამართლოს ექნებოდა ხელში დოკუმენტები, რითაც კონკრეტულად განსასჯელის რაღაც ღირებულებებზე და ადამიანურ ღირებულებებზე და მის კომპეტენციაზე და მის წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველი დოკუმენტები იქნებოდა საქმის მასალებში. მოკლედ მთლიანობაში ასე რომ ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით ძალაში დატოვებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ. ანუ ეს მოლოდინი გაქვთ თქვენ? კი. დიდი მადლობა. ეს ზურაბ ცეცხლაძე იყო ადვოკატი და ზვია ცეცხლაძის ბათუმის სტუდენტის სინდისის პარტნიორის პოლიტიკური პარტნიორის მამა, ის ესწრებოდა მზიამაღლებელის საქმის განხილვას დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ეხლა გამოჩნდნენ უკვე მზიამაღლებელი საქმის ადვოკატები, ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ, მათთან გავიგოთ უფრო მეტი ამ პროცესის შესახებ. მოგესალმებით ქალბატონო მაია. ეს არის მაია მწარიაშვილი, მზიამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი. მოგუყავით ქალბატონო მაია, დღეს რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესზე? დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებული ალბათ არაფერი. ჩვენ გქონდა შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დოკუმენტების დარჩვაზე. ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მეც ვმკითხავთ, არ დააკმაყოფილა. რაღამეთ ვმკითხავთ, ვინაიდან ის ნაწილი ეხებოდა სწორედ პირველი ინსტანციის მოსამართლის ნინო სახელაშვილის დიპლომს. ანუ რამდენად აქვს მას კანონით გათვალისწინებული განათლების ცენზი, რამდენად არის კანონით დადებული წესით დანიშნული მოსამართლე. ვინაიდან მისი დიპლომების მიხედვით ეს არ იკითხება, რომ მას აქვს სრული იურიდიული განათლება. ანუ გარდა იმისა, რომ მას არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, რაც ადასტურდა პირველი ეტაპის მოსამართლეში. დადასტურებულია, მან თავად დაადასტურა, მაგრამ ჩვენი მეორე საკითხი იყო დიპლომთან დაკავშირებული გარემოებები. მან სხდომაზე გითხრა, რომ ნახეთ ჩემი დიპლომები და
ანუ დიპლომის სახელწოდებით ვერ მიხვდებით, რომ მას აქვს სამართლებრივი განათლება, იურიდიული განათლება, იმიტომ რომ ბიზნეს ინჟინერინგის მაგისტრატურა და სოციალური რაღაცა ტექნიკურ უნივერსიტეტში რაღაცა ბაკალავრიატი აქვს. ანუ იურისტის განათლება არ აქვს ამ სამართლს, ვინც გაასამართლა მზიან მოყოლელი. იმის მიხედვით, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ფაკულტეტების სახელწოდებაში სამართალი და იურიდიული არსად არ არის. ამიტომ გაჩნდა ეს კითხვა. გარდა იმისა, რომ გაჩნდა, ჩვენ მის ვცდილობთ მოვიპოვოთ, რომ მე შემდეგ გავიაროთ პროცედურები, დავადასტურებინოთ ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ დიპლომის მქონე ადამიანს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია მიენიჭა, კი ქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, დღემდე არც ტექნიკური უნივერსიტეტი გვაძლევს პასუხებს და არც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, იუსტიციის საბჭო არ გვაძლევს მისი დიპლომის ასლებს და ჩვენ საზოგადოებაში ახლა ეს ახალი ამბავი და ახალი ხილი არ არის, სამწუხაროდ ასეთი ისტორიები მომხდარა, სხვადასხვა გენერალური პროკურორის, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის დიპლომებთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ჩვენი მიმოწერა, რითიც ვითხოვთ მისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სწორედ იმიტომ, რომ მე ნახოთ შევაფასოთ, რა მოვიკლოთ, რა მოვიძიოთ, წარმოვადგინეთ სასამართლოში და სასამართლოსაც უთხარით, წესით სასამართლო უნდა დაგვეხმაროს პირიქით, იმიტომ რომ თუ უკანონო შემადგენლობამ განიხილა, ეს არის განაჩენის გაუქმების საფუძველი, მაგრამ გასაკვირველია სასამართლომ თქვა დაახლოებით ამდაგვარი პასუხი გაგვცა, რომ ჩვენ კოლეგის კვალიფიკაციას ვენდობით, რომ იუსტიციის საბჭო ისე არ დანიშნავდა, აი დაახლოებით ასეთი პასუხი გაგვცა და თქვათ მე სხვა პროცედურის ფარგლებში შეგვიძლიათ მისი დიპლომი ეძებოთ, ნახოთ და მე თუ ნახავთ, რომ ეს დიპლომი მე იდაოთ განაჩენზე დაახლოებით ამდაგვარი პასუხი მივიღეთ. ამ შემდგომლობის დაკმაყოფილებაზე ზუარი თქვა სააპელაციო სასამართლომ, რომ დართული იყო საქმეს ეს დოკუმენტები, ხო? თქვენ როცა ითხოვდით ამ დიპლომს. არ დაურთო ამ საქმეს, მაგრამ ადამიანურად პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით ძალიან სასიამოვნო იყო, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა. მზიას ამ სასამართლო მისცა საშუალება, რომ ადამიანურად დამჯდარიყო ადვოკატების გვერდით და იქიდან ესაუბრა სასამართლოში და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მზია სასამართლო დარბაზში დაჯდა, იმიტომ რომ დაჯდა იმ სავარძელზე, რომელიც იდგა ადვოკატების გვერდით, რაც ადამიანურად ძალიან სასიამოვნო იყო. აი ასეთივე წარმატებით, ასევე თავისუფლად ეს უნდა გაეკეთებინა. არა მარტო შეეძლო, უნდა გაეკეთებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს, ჩვენი არაერთი შემდგომლობა იყო ამაზე, მან ეს არ გააკეთა. ბოლომდე ამყოფა აი ამ ასე ვთქვათ გალიაში. მზია დღეს სასამართლო მას მისცა ეს საშუალება, რაც არ შემიძლია არ აღნიშნოდა სასამართლოს ამ შემადგენლობის მიმართ ამ მხრივ არ გამოვხატო ჩემი ასე ვთქვათ კომპლიმენტები. გამარჯობა, კარგად თქვენ მოვიდეთ, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს. ელოდებოდით თუ არა პროკურატურიდან ესეთ ბრალდებას 4-დან 7 წლამდე წაყენებულ ბრალდებას? არა, კი, სააპელაციო საჩივარს ვიცნობდით, ეს მათ სააპელაციო საჩივის მოთხოვნა. ჩვენ ვიცნობთ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის მიღებას. და დასაბუთება და არგუმენტები ეს ძალიან ვრცელია. ეხლა მოკლედ ვისაუბრეთ შედარებით და დასკვნით ჩვენი დასკვნითი სიტყვა იქნება 18-ში და იქ ძალიან ვრცლად ვისაუბრებთ. როგორია მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეგ რო გითხრათ და თუ მიიღეს ასევე ეს დოკუმენტაცია, თუ დაუდგეს საქმეს? ისევე პრობლემურია და შესაძლოა კიდევ უფრო, იმიტომ რომ მისი თვალის კვლევა და ბოლო შეფასება ჩაატარეს ჩვენი ესეთი არაერთი მოთხოვნის შემდეგ ივლისში და მათ მიერვე ანუ შერჩეულ პროფილირებულ დაწესებულებაში და იმ მონაცემით მისი ერთ თვალში მხედველობა პრაქტიკულად არ არის და მეორე თვალში დაახლოებით 10%-ია მხედველობა, თუმცა ეს დაავადება პროგრესირებს და როდის რა ნიშნულზე და პროგრესირებს იმ თვალსაზრისით, რომ კლებულობს მხედველობა და შეუძლებელია იმის გამოცნობა, ანუ რა ტემპით, რა სისწრაფით დავარდება მისი მხედველობა, მარტო 2 დღეში ქონდა ისეთი მნიშვნელოვანი ვარდნა, ისეთი რომ გაიმეოროს, ამიტომ დღევანდელი მოცემულობით არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ მას დაუნიშნეს რაღაცა გარკვეული სამედიცინო манипуляციები, რის შედეგადაც შესაძლოა შეჩერდეს, შესაძლოა, გარანტია არ არის. ხო, რამდენიმე წერილით მიმართეთ საშევახსოვრებლად დაწესებულებას და ჯერ არანაირი რეაგირება, სადაც შეიძლება განხორციელდეს
ეს სამედიცინო დახმარება. კავტომაიო მოდი შევხვდი მზიას გაყვანა გადავიღეთ ახლა შემოგიერთეთ თუ შეიძლება რომ გითხრათ დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით როგორ წარიმართა ქალბატონ ზიას მისცეს უფლება რომ ადვოკატის გვერდით დამჯდარიყო ამ ხის მანძილზე მას ამის საშუალება არ ეძლეოდა დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობები მოიწინეს რომელსაც ჩვენს მაყურებელს როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი რა იყო დღევანდელ პროცესზე და როგორ წარიმართა დღევანდელ პროცესზე იყო ჩვენი შუამდგომლობები მნიშვნელოვანი დოკუმენტების დაცვაზე წერან ვისაუბრე იქიდან მნიშვნელოვანი რაც საქმის განხილვისთვის იყო მნიშვნელოვანი და მოსამართლის დიპლომს და სათანადო კვალიფიკაციას რაც ეხებოდა რითიც ვცდილობთ მოვიპოვოთ ასე ვთქვათ მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ეს ჩვენი მოთხოვნების დარჩა გინდოდა რაზეც სასამართლო მოარი გითხრეს სასამართლო თქვა რომ ის ენდობა მოსამართლის ასე ვთქვათ კვალიფიკაციას მიუხედავად იმისა რომ მისი დიპლომების სახელწოდებით არ იკითხება რომ მას აქვს სრული იურიდიული განათლება მან თქვა რომ ის ენდობა იუსტიციის საბჭოს რომ იუსტიციის საბჭო არ მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას და ეს მტკიცებულებები არ დაუწო საქმეს, სხვა მხრივ დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ის მტკიცებულებები რაც ეხება ზია ამაღლობელისათვის გადაცემულ არაერთ პროფესიულ ჯილდოს, მათ შორის ევროსაბჭოს და ევროკავშირის უმაღლეს ჯილდოებს, ეს დოკუმენტაცია დაუწო საქმეს, სწორედ იმ არგუმენტით, რომ ეს არის მისი პიროვნების მახასიათებელი, ანუ მისი პროფესიული ღვაწლის და აღმნიშვნელი ჯილდოები და ესენი დაუწო საქმეს. სხვა მხრივ სხვა შუამდგომლობები რაც ჰქონდა შუალედურ განჩინებებზე, მათ შორის ზუსტად მოსამართლის აცილება, სწორედ იმიტომ რომ მას ის კვალიფიკაცია არ ჰქონდა და ეს სხვა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მომავალში განაჩენის გაუქმების და ასევე სხვა პოლიციელი მოწმეების დაკითხვას, რასაც ვითხოვდით პირველ ინსტანციაში და იგივე მოთხოვნები ჰქონდა, არც ერთი ეს განჩინება ასე ვთქვათ, შუალედური განჩინება არ გააუქმდა ჩვენი მოთხოვნა და არ გავაგდულა ამ მხრივ, სხვა მხრივ შესავალი სიტყვები თქვა ბრალდება, მოითხოვა გადაკვალიფიცირება უკრაინის თავდასხმის მოთხოვნაზე 353 პრიმაზე ჩვენი მოთხოვნა გახლავთ ჩვენ ვუპასუხებთ ძირითადად ბრალდების აპელაციას დღევანდელ სიტუაციაზე და ჩვენი მოთხოვნა განმარტოვებელი განაჩენის გაუქმდეს და ის განმარტოვებელი განაჩენი ცლად ჩვენ ვისაუბრებთ 18 ნოემბრის სხდომაზე. მადლობა წარმატებით. რა დროს შეიძლება დასჭირდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება? ეს არის თუ არა უკვე ცნობილი ამის სხდომა? 14-ში ბრალდება ისაუბრებს დასკვნით სიტყვას 18-ში ჩვენ. შემდეგ უკვე სასამართლოზეა როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, ამიტომ ვერ გეტყვით იმავე დღეს, შემდეგ რომელიც დღეს ორი სხდომა და დაგვეთმობა ჩვენ ხარებს. ასე მინდა კითხოთ ზიამაღლობელის სრულმოწმე პოლიციელების დაწინაურების ტენდენციაზე, თქვა ლევან ანთაძე, უკეთესად არჩილ ანთაძე, რომელიც იყო ბათუმის მეექვსე განყოფილების უფროსი, ის გახდა ბათუმის ბულვარის დირექტორი, ასევე პროკურორები დააწინაურეს განაჩენის ზიამაღლობელის საქმეზე მიღებული განაჩენის შემდეგ, ხო? უკვე თორნიკ გოგეშვილი უკვე ბათუმის პროკურორის მოადგილეა. ეს რას ნიშნავს? თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ? ჩემი კოლეგების დაწინაურებაზე კომენტარი გაკეთება არ მგონია მიზანშეწონილი ჩემგან. პოლიციელი რამდენად ბათუმის ბულვარის უფროსად გამოდგება, მით უმეტეს პოლიციელი მოწმე. ეს მიზანნიშნავებს უნდა კითხოთ, ანუ რა მოსაზრებით დაინიშნა ამ დაწესებულების დირექტორად. და გახმაურებული საქმის შემდეგ როცა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი, ძიმეა, ინდიკატიურია და მიმანიშნებელია, რომ სამსახურიდან გაანთავისუფლეს დაცვის მოწმე, ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი, რომელიც ვარაუდობს, რომ სწორედ ის გარემოება დაედო მის განთავისუფლებას საფუძვლად, რომ მან, ასე ვთქვათ, საექსპერტო დასკვნა გასცა ამ საქმეზე და ისაუბრა იმაზე, რომ სამედიცინო თვალსაზრისით არ დასტურდება, რომ ამ გარემოებაში, ამ ვითარებაში, ამ აღწერით, ამ შეფასებით ბატონმა დგებუაძემ რეალურად განიცადა ეს ადამიანი გაანთავისუფლეს. ეს მნიშვნელოვანია. ნათია ხარატი, ექიმი ნევროლოგი, რომელიც გაათავისუფლეს ბათუმის რესპუბლიკურიდან. დიდი მადლობა, ეს მაია მწარეიშვილი იყო, ადვოკატი, მზიამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც იცავს მზიამაღლობელის ინტერესებს. ახლახან დასრულდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ახლახან დასრულდა მზიამაღლობელის საქმის განხილვა.
ჩვენ მოვისმინეთ ახლა ადვოკატის პოზიციები, მან რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა დღეს მზიამაღლობელის საქმეზე, მათ შორის ეს შუამდგომლობა შეეხებოდა იმ რამდენიმე მოწმის გამოკითხვას, ვისაც უარი თქვა პირველი ინსტანციის სასამართლომ, ანუ ბათუმის საქალაქო სასამართლომ, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. სასამართლომ დაურთო საქმეს ის პრემიები და ჯილდოები, რაც მიიღო მზიამაღლობელმა როგორც ჟურნალისტმა და მედია გამოცემამ ბათუმელების საფუძნებელმა და დირექტორმა. მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია, სწორედ ეს მტკიცებულობა და ინფორმაცია დაურთეს ამ სისხლის სამართლის საქმეს. და ასევე არ დაურთეს და არ დაკმაყოფილეს ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც შეეხებოდა ოფიციალურ დოკუმენტაციას, რაც გამოითხოვეს მზიამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ. როგორც ცნობილია, მზიამაღლობელი გაასამართლა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც დაადასტურა ერთ-ერთ სასამართლო პროცესში, რომ მას ნამდვილად არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია და აქვს თუ არა მას საერთოდ იურიდიული განათლება, სწორედ ამ ინფორმაციის გარკვევას ცდილობდნენ მზიამაღლობელის ინტერესების დამცველები, მათ გამოითხოვეს ოფიციალური ინფორმაცია როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისგან, სადაც დაამთავრა ნინო სახელაშვილმა უნივერსიტეტი, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, მაგრამ ვერ მიიღეს ინფორმაცია ნინო სახელაშვილის იურიდიული განათლების შესახებ, ხოლო ის რომ ნინო სახელაშვილმა ისე განიხილა მზიამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე და მიიღო განაჩენი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომ მას არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, ეს დაადასტურებული ინფორმაცია და ეს თავად მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაადასტურა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე. ამ ინფორმაციის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. დღეს შესავალი სიტყვები თქვეს მხარეებმა. ეს პროცესი გაგრძელდება რამდენიმე დღის შემდეგ და კიდევ რამდენიმე სხდომა ჩატარდება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო. მზიამაღლობელი რჩება პატიმრობაში. ის უკვე ზუსტად 10 თვეა რჩება უკანონო პატიმრობაში, 300 დღეზე მეტია. როგორც იცით, მან სილის გაწვნის გამო, პოლიციელის სილის გაწვნის გამო ედავებოდა პროკურატურა პოლიციაზე თავდასხმას. ახლაც პროკურატურას იგივე პოზიცია აქვს აპელაციაში, რომ სწორედ თავდასხმის მუხლით უნდა მიესაჯოს მზიამაღლობელს და პირველი ინსტანციის სასამართლომ მზიამაღლობელის საქმე შეუცვალა კვალიფიკაცია და ის გაასამართლა არა პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, არამედ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და მას შეუფარდეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მზიამაღლობელი არის სინდისის პატიმარი და ამას აბესტურებს ალბათ ყველაზე მკაფიოდ ის პრემიაც, რომელიც მან მიიღო რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია. დღეს სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული აი ამ ჭიშკართან, რომელიც არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესასვლელი და ეს ჭიშკარი დაგვხვდა ჩაკეტილი არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ დაინტერესებულ პირებს, ვისაც ჰქონდათ სურვილი, რომ დასწრებოდა მზიამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვას, მაგრამ არა თუ სხდომათა დარბაზში, არამედ მოქალაქეთა ძალიან დიდ ნაწილს არ მიეცა საშუალება, რომ შესულიყო სასამართლოს შენობის ეზოში. ეს უმეტ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი და ნეტგაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ დროისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით.